აი მე მინდა მათ შორის რუკაზეც ვაჩვენო და ჩამოვთვალო მოცემულობა რა მდგომარეობაში ახლა უკრაინა. აი ეს არის წითლად და აი ყვითელ მონაკვეთით რაც არის და ასევე ყირიმი არ არის შესული, აი ეს არის ტერიტორია ყირიმთან ერთად, რომელიც რუსეთმა დაიკავა უკრაინის ტერიტორიების, ეს არის ორი საქართველოს ზომის ტერიტორია. ანუ ორი საქართველოს. ჩანს კიდეც მან რუკაზე საქართველოს შედარებისთვის. ანუ ეს არის საქართველოს შედარებისთვის რო ვნახოთ, ეს არის დაკავებული ტერიტორიები ყირიმის გამოკლებით. არა, ყირიმიც რატომ უნდა გამოვაკლოთ არ ვიცი. ყირიმი, აქ უბრალოდ ეს არის სამხედრო რუკა და აქ მონიშნული არ აქვს წითლად და თვალსაჩინოებისთვის ყირიმიც დაკავებულ ტერიტორიებში შედის. ეს არის ხერსონის ოლქი, ეს არის უკვე ზაპოროჟიეს ოლქი, ეს არის დონეცკი და ეს არის ლუგანსკი. ხო. ორი საქართველოს პატარა მცირე ხარკოვის ოლქი. ორი საქართველოს ზომის ტერიტორია ყველაზე სტრატეგიული და წიაღისეულით მდიდარი და ყირიმს აგერ თქვენ ხედავთ რომ ყირიმს აქვს შავი ზღვის კონტროლისთვის გადამწყვეტი ფუნქცია. რო წარმოვიდგინოთ ყირიმი რო უკავია თქვათ უკრაინას და ნატოს მოკავშირე ქვეყანას ჩათვალეთ რომ რუსეთს აი მცირე საზღვაო პერიმეტრიდან სადაც პორტები აქვს შეიძლება კონდეს მცირე საზღვაო პერიმეტრიდან ნოვოროსიისკი რჩება მარტო. ნუ ფაქტი არა რჩება, მაგრამ მოწყვლადია წვდომის ქვეშ არის სარაკეტო დარტყმების, ასევე იქ რაღაცა უმართა უპილოტო კატერებია, კამიკაძე კატერები, რომლებითაც ეხლა უქმნიან რუსების ნაოსნობას ძალიან სერიოზულ პრობლემას. ყირიმის გარეშე ფაქტიურად ჩათვალეთ რუსეთს შავი ზღვის ფლოტი და ნაოსნობა ჩაკეტილი ექნებოდა კონფლიქტის შემთხვევაში. ამიტომ ყირიმი არის საკვანძო მნიშვნელობის ყირიმთან სახმელეთო საზღვრის გაჭრა არის საკვანძო მნიშვნელობის და ეს არის ასევე უმდიდრესი ტერიტორიები წიაღისეულით. ორი საქართველოს ზომის ტერიტორია შეგვიძლია ეს რუკა მოხსნათ და ანუ ვინმე შეიძლება იკითხოს აი რუსეთმა იომა 3 წლის განმავლობაში. ნუ კარგა დაუშვათ რამდენიმე 200,000 ადამიანი, ხო, მებრძოლი. ოღონდ აიღო ორი საქართველო ტერიტორიები, რომლებსაც ის თulis ისტორიულად თავისად, ტერიტორიები, რომლებიც უსაფრთხოებისთვის და საზღვაო კომუნიკაციისთვის შავ ზღვაზე არის უმნიშვნელოვანესი. სადაც განლაგებულია უკრაინის სამრეწველო პოტენციალის 40%-ზე მეტი, ანუ ინდუსტრიული ზონა მანდ არის. ეგ ისეთი ფასია შედეგების და დანაკარგების თვალსაზრისით თანაფარდობა ისეთია, რომ ნუ მანდ არანაირი კითხვა არ არსებობს იმისა, თანაწონადია თუ არა სარგებელი. მარტო წიაღისეულის ღირებულება, რომელიც მანდ იყო, არის ტრილიონობით დოლარის ოდენობა. მაგის გარდა უყურე ეგ არის მედლის ერთი მხარე. შენ მეორე მხარეს რას შეხედა კიდე იცი, რუსები როგორც უყურებენ ამ საკითხს. რუსების პოზიცია როგორია? ანუ შიდა პოლიტიკის კონტექსტში. ნუ საკუთარი ხედვა როგორია, რომ არა მარტო მათ რაღაც ტერიტორიული მონაპოვარი მიიღეს, წიაღისეული მიიღეს, ზღვაზე გასასვლელი, თვითონ აზოვის ზღვა, მოსახლეობა და ასე შემდეგ. ნატო აპირებდა 52 მილიონიანი უკრაინის ანტირუსეთად გადაქცევას. ანუ რუსეთის ერთ-ერთი მხარის ისტორიულ რუსეთს გულისხმობ, დრევნია რუს, რასაც ეძახიან, კიევის რუსეთის, ხო? იქ გაჩნდა, ხო? ანუ ერთ-ერთი მხარის ანტირუსეთად გადაქცევას აპირებდნენ. აი ამერიკული დოქტრინის თანახმად. და რუსეთმა ეგ ჩაშალა. ანუ რუსები არა მარტო მაგ თვალსაზრისით უყურებენ, რომ ჩვენ მივიღეთ, ჩვენ ჩვენ გეგმები ჩაუშალეთ მოწინააღმდეგეს. მანდაც არის გარკვეულწილად ლოგიკა და ეხა უყურე ჩვენ რაზე გადავიდეთ, იცი? უკრაინამ რა მოიგო. ხო, ანუ პარალელურად შემოგთავაზებთ ინტერპრეტაციას. აი ქართველი მედასავლეთეები და კონკრეტულ პერსონაჟს გეტყვით. აი ტაბლიაშვილი რო არის, ხო იცი, იმაზე, ფორმულაზე. აი
აი დიადი სამხედრო თავისებური თხრობის ფორმა. ვიმეორებ, აი ხო ვიცი. პერსონაჟი არის. მაგარ პერსონაჟია. აი ეგ როგორ შეაფასებს? აი რაღაც სახმელეთო კორიდორი გაჭრა რუსეთმა ყირიმამდე, იქ რაღაცები წაიღო, მოხსნეს სანქციები და ტაბლეშვილი ტყვის, რომ რუსეთმა კიევი ვერ აიღო, ვიმეორებ, ვერ აიღო კიევი, ვერ აიღო, ამიტომ უკრაინა გამარჯვებული. ან ნახე რა შეესაქმე რუსეთს რა თქმა უნდა უფრო დიდი გამარჯვება და უფრო ცალსახა გამარჯვება ექნებოდა რომ თქვა აიღო მთელი აღმოსავლეთ უკრაინა და სუმთელი უკრაინა რო აიღო კიდე უფრო მეტი გამარჯვება იქნებოდა რა თქმა უნდა გამარჯვების ხარისხი ფარდობითი შეიძლება იყოს ანუ მაგრამ ის რომ ცალსახა გამარჯვებაა და ცალსახა შენაძენია რუსეთისთვის დიდი მან და ორიაზე არსებობს ან სურათი არის შემდეგი უკრაინას უარი ეთქვა ნატოზე უკრაინის ეკონომიკა განადგურდა. უკრაინის საწარმოო სიმძლავრების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მხარეს დარჩა. წიაღისეულის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მხარეს დარჩა და აქეთ დარჩენილი ნაწილის მნიშვნელოვანი წილი დაზიანებულია. 2 მილიონზე მეტი მოსახლეობა ეხა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, ანუ რუსეთმა მოსახლეობაც წაართვა. 2 მილიონი მე მგონი, არა, 2 მილიონი ძალიან მოკრძალებული რაოდენობა. აი ეს ტერიტორიები რომ ავიღოთ, რომლებიც დაიკავა რუსეთმა, მაგ ტერიტორიების მოსახლეობა ბევრად აღემატება 2 მილიონს, მილიონებზე ეს. ლუგანსკი და დონეცკი. ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე. ანუ ვიღაცები რა ამბობენ, რომ აი ამდენი 100,000 კაცი დაკარგას, ვინც ამბობენ, იმათმა უნდა ისიც დაითვალონ, რამდენი შეიძლება და ეგ ხალხი ხა აი უკრაინის მაგ ტერიტორიაზე რომელიც ხა რუსეთს დარჩება ვინც ცხოვრობს არაფერი არ ეთყობა თან მაგ ხალხს რომ რაღაც აჯანყებას აპირებენ ან ვერ ინტეგრირდებიან რუსეთში აი ჩვეულებრივად გააგრძელეს ცხოვრება უკრაინა ვერ იღებს რეალურ გარანტიებს უსაფრთხოების იმიტომ რომ ნათქვამია ამერიკის ჯარები იქ არ ჩადგებიან ნათქვამია თუ ვინმე ჩადგება მათ არ ექნებათ ნატოს დაცვა ან თუ ვიღაცა გარისკავს და არ ვიცი 500 ფრანგი სადღაც ჩადგებიან იმ 500 ფრანგს თუ ვინმე დაბომბავს თავის თავს თვითონ მიხედონ ეგრე იდგება და მე დიდი კითხვები მაქვს ჩადგება კი იქ ვინმე არ ვიცი და თუ ჩადგება ეგეც არ იქნება უსაფრთხოების გარანტია მე გეტყვი შენ რასაც ამბობ შენ ახლა რასაც თვლი მაგაში რატო არ დაგეთანხმებიან მე დასავლეთეები იცი და მათი ლოგიკით შენ რატო არ ხარ მართალი პროდასავლელები ხო სამყაროს ეგეთი ფორმით უყურებენ და ამ საკითხს უდგებიან შემდეგი იმით კრიტერიუმით რომ ეს ომი იყო გარდაუვალი. ანუ ისინი ხო ჩვენ ხო ამ ლიბერალების ტყვეობაში ვართ, ამ წარმოდგენებში ვართ, რომ რუსეთთან კონფლიქტი არის გარდაუვალი. ანუ რუსეთი რო შენს გვერდით ცხოვრობს, აპრიორი ის შემოგიტევს. შენ რომ უმტკიცებ რომ ეს არ არის აპრიორი მაგაში არ მოყვება ამიტომ მაგ ლოგიკაში რომ თუ რუსეთთან უეჭველი ომი გიწევს აი გვერდით თუ ცხოვრობ რუსეთთან უეჭველი ის გიწევს მაგ კრიტერიუმით ნუ უკრაინა გადარჩა უბრალოდ ეგ ტყვილი კი ბატონო ნახე მოდი ეგ ლოგიკაც გავითვალისწინოთ მაგ ლოგიკაში წააგო უკრაინამ რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ უბრალოდ ჩამოვთვალოთ ყველა ვერსია იმიტომ რომ მაგ ლოგიკაში მნიშვნელოვანი ჩვენ რისი გვჯერა დასავლეთი ახერხებს რუსეთის დამარცხებას თუ კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთი გამარჯვებული რჩება ხოლმე შეიძლება ნაბიჯ ნაჭერ აჭრის ტერიტორიებს ამა თუ იმ ქვეყანას მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვებული რჩება და მიეტევება ხოლმე პერსპექტივაში თუ პირიქით არის იმიტომ რომ აქ უნდა სწორი შენიშვნა იმიტომ რომ შენ კი აღწერე ეგ მომენტი რომ აი რუსეთი მაინც შემოგიტევს რაც არ უნდა გააკეთო ეგეთი ხედვა აქვს პროდასავლელებს მაგრამ მოდი მაშინ ბოლომდე ვთქვათ იმიტომ რომ პროდასავლელების ხედვა მანდ კი არ ვთავრდება პროდასავლელებებს რომ მაგისგან დაცვის ერთადერთი რეალური გარანტია არის დასავლეთი და ნატო და ევროკავშირი და მაგ ლოგიკის ფარგლებშიც გაერკვა რომ არ ყოფილა ნატო და ევროკავშირი მაგისი დაცვის გარანტია აგერ ნატო ევროკავშირი იყვირეს და ამერიკის პრეზიდენტმა თქვა რომ აი მაგის ყვირილის გამო მოუვიდა უკრაინას მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს მაინც შემოგიტევს მაგ ვერსიასაც თუ განვიხილავთ იქ აუცილებელია ასევე დათვალო შემოტევის შესაძლო დასკვნითი შედეგები რა იქნება იმიტომ თუ შემოტევა გარდაუვალია მაგალითად მან მათ შორის იმასაც მნიშვნელობა რა არგუმენტაციას მიცემ შემოტევისთვის ან
არ ვიცი მაგალითად თუ ამოწყვეტა ემუქრება უკრაინელ ხალხს მაგალითად, ხო? შეიძლება დროებით იძულებული გახდეს, რომ ნუ რაღაცა არ ვიომებ, მაგალითად დროებით დაუზავდეს მასე, ეცადოს რაღაც დაზავება, თუ ამოწყვეტა ემუქრება, ან აგერ ეს ტერიტორიები გადავიდა პირობითად რუსეთის შემადგენლობაში. შემდეგ კიდე გადავიდა და ბოლოს ისე გაქრა უკრაინა, რომ არანაირი მომავალში სუვერენიტეტის აღდგენის შანსები არ არსებობს. არსებობდა ისეთი ვერსია მოვლენების განვითარების, სადაც შეიძლება შენთვის სუვერენიტეტის ხარისხი რაღაც დონეზე შეემცირებინათ, მაგალითად შეევიწროებინე, მაგრამ სუვერენიტეტის აღდგენის შანსი დაგრჩენოდა. კი, აი, მოდი პირდაპირ გეტყვი. იანუკოვიჩის უკრაინა იყო ეგეთი უკრაინა. კი, ანუ მან ეგ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, გვერდზე არსებული იმპერიის რატო იყო სუვერენიტეტი შეზღუდული? მე გეტყვი, პროდასავლე როგორ გეტყვის, წი შეიძლება უკრაინამ ხა დაკარგა ტერიტორიები, დაკარგა მოსახლეობა, დაკარგა ინდუსტრია, დაკარგა ყველაფერი, მაგრამ იანუკოვიჩის ჩამყაკებულ ყოფას ეგეთ ცხოვრება არ ჯობია, საერთოდ არ გვინდა, აგერ ზელენსკი გმირმა რაღაცა ევროპაში წაიყვანა. მან რა პრობლემაა, იცი? იანუკოვიჩი კორუმპირებული ისეთი ცუდი რეჟიმი მაინც აი რო ჩამოთვალთ. ეკონომიკა ბევრად უფრო უკეთესად იყო. ყველა ტერიტორია რაც წართმეული ჰქონდათ და უარეს გეტყვით კიდე ადამიანის უფლებები და პრესის თავისუფლება ბევრად უფრო უკეთ იყო მაგ დროს ვიდრე ახლა ზელენსკის. აი თქვენაც განაღლებთ ხალხო პროდასავლელებს გეუბნებით ადამიანის უფლებები, პრესის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, რელიგიური თავისუფლება იყო ბოლო. უფრო დაცული იყო იანუკოვიჩის უკრაინაში, ვიდრე ახლა ზელენსკის უკრაინაში. ჩვენ უნდა გავყვეთ ჩამონათვალს შედეგების. იმიტომ რომ სრული სურათი უნდა დაინახოს ხალხმა. უკრაინაში ომი მოხდა ორჯერ, რუსეთსა და უკრაინულ მხარეებს შორის, პირდაპირ ან ვითომ ირიბი, მაიდნის მერე. ხო, მაიდნის მერე, ორჯერ მოხდა ომი, ორჯერვე ნაწილ უკრაინამ კარგა ტერიტორიები რუსეთმა შეიძინა. პირველად ყირიმი და დონბასის მცირე ნაწილი, ეხლა დონბასის უდიდესი ნაწილი, თითქმის სრულად, პლუს ხერსონის დიდი ნაწილი და ზაპოროჟიეს უდიდესი ნაწილი, ხო? თუ ტენდენცია ასე გრძელდება და ეხლა ჩანს, რომ ესეც მიეტევება რუსეთს და ამას გეუბნებოდით ხალხო, რომ მიატოვებენ ისევ, რომ ვერ მოერევიან, არ ჩამოიშლება რუსეთი, არც მისი ეკონომიკა ჩამოიშლება, არც იარაღი დაეცლება, პირიქით ეკონომიკას უფრო მდგრადს გახდის, იმიტომ რომ სანქციების წნეხის ქვეშ ის რომ გაუძლებს, უკვე ნაკლებ მოწყვლადია, უფრო ავტონომიურია და სანქციები რომ მოეხსნება, უფრო მდგრადი ეკონომიკა ექნება და სამხედრო საწარმოო სიმძლავრეებს გაზარდა ძალიან მნიშვნელოვნად და ეხლა თუ შეეძლო პირობითად 100 ტანკის წარმოება წელიწადში, ეხლა შეუძლია 300-ის ან 500-ის ეს პირობით ციფრებს ვამბობ, იმიტომ რომ ზუსტად არავინ არ იცის, მაგრამ ყველა თანხდება რომ რამდენჯერმე გაზარდა საწარმოო სიმძლავრეები სამხედრო კომპლექსის და არა მარტო და ჯარი გაზარდა ასევე რამდენჯერმე, დაახლოებით 200,000-იანი ჯარი იყო რაოდენობრივად რუსეთის ომის დასაწყისისთვის და ეხლა არის 700-800,000 უტოლდება რუსეთის ჯარი, ან დაახლოებით 4-ჯერ გაზარდა რაოდენობა, აღარაფერს ვამბობ ჯარის პროფესიონალიზმზე კოლოსალურად გაიზარდა ბრძოლის უნარიანობა, იმიტომ რომ ამდენი გამოცდილება, რამდენიც რუსეთს აქვს ომში, აქვს მხოლოდ უკრაინას, მეტი არავის არ აქვს, ყველაზე გამოცდილი და ბრძოლის უნარიანი ჯარი ყავს სოფლიოში. ესეთი რუსეთი მივიღეთ ახლა გეოპოლიტიკურ რეალობაში, მეტი ტერიტორიით და ძალიან მნიშვნელოვანი დაშვებით უკვე პრინციპის გაფორმებით, რომ მას მიეტევება ამ ტერიტორიების წაღება. შეიძლება არ გაუფორმონ, მაგრამ ეტყვია, რომ შენთან ლაპარაკი საჭიროა, ხელს გართმევთ და ალბათ სანქციებს გიკვეცავთ. ეგ რას ნიშნავს? ეგ ნიშნავს, რომ შემდგომი საიდან ვარკვევთ, რომ შემდეგი რაუნდი ორი ომი მოხდა. ორჯერვე წაიღო ტერიტორიები. ეგ ხო შემდეგ რაუნდს გულისხმობს. შემდეგ რაუნდიც დიდი ალბათობით ტრამპის მმართველობა მორჩა, ვიღაცა ისევ დემოკრატი, ბაიდენის სტაილ, ვიღაც კამალა ჰარისი, ტრანსფორმერი ვიღაცა მოვიდა და რა ისე მოხდება. რატო არ გააგრძელებს რუსეთი? გააგრძელებს და მან შენ რა გაითვალისწინე კიდე იცი? რომ ანუ ორი რაუნდი ვნახეთ და ორი რაუნდი რუსეთის სასარგებლოდ დამთავრდა. ხო 2014 წელს რუსეთს შერჩა
2000 აგერ 22 წლის ომიც დიდი ალბათობით რუსეთს შერჩება და რუსეთია წინ ყველანაირად, ანუ ამ კონფლიქტში, რა ვიცი ხა, ძალიან მიკერძოებული თუ არა ხარ და ძალიან რეალობის აღიარება თუ არ გინდა, შეგიძლია ეგეთი პასუხი გასცია და ამ საკითხზე რომ რაღაც სამაგიეროდ სამ დღეში არ აიღო კიევი, მაგრამ მაგ საკითხის რაღაც ემოციური შეფასების გარდა ყველა კომპონენტში რუსეთი წინ არის. ხო, აი ბოქსის მატჩი იყო და ნოკაუტით არ დამთავრდა, ქულებით მოიგო. ხო, და ეხლა უკვე უკრაინა რა დღეშია. მოდი ეგეც ავღწეროთ, იმიტომ რომ შემდეგი რაუნდი აუცილებლად მოხდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება. აგერ ეხლა როგორც 2021 წელს ვამბობდით ჩვენ 2020-2021 წელს ვამბობდით, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია, ბევრმა სლავა უკრაინაში, არც იცოდა უკრაინა რუკაზე სად იყო, მაშინ რომ მაგ პროგნოზებს დებდით და რა ვიცი, ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი 5 წლის წინანდელი ვიდეოები და პროგნოზები. ეხლა აგერ ვამბობ შემდეგ პროგნოზს. ეს ამით არ დამთავრდება, ცხადია რუსეთი ისევ მოიკრებს ძალებს, კი ბევრად უფრო საშიში, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნება და უკრაინა იქნება ბევრად უფრო სუსტი. ეგეც ხაზგასასმელია. და რატომ? უკრაინამ რუსეთთან კონფლიქტი დაიწყო როგორც ქვეყანა, რომლის მოსახლეობა იყო 52 მილიონი. ეგ უნდა ვიცოდეთ. მისი ტერიტორიული მთლიანობა არ იყო დარღვეული, ანუ უკრაინელები აკონტროლებდნენ. ინდუსტრიული ბაზა ქონდა, ეკონომიკის ყველაფერი ქონდა, ეკონომიკაც ქონდა. და რაც მნიშვნელოვანია, უზარმაზარი სამხედრო მარაგები ქონდა. დღეს უკრაინის მოსახლეობა არის 22 მილიონი. ტერიტორიული ფართობი არის დაახლოებით 500,000 კვადრატული კილომეტრი, ანუ 20% დაკარგა. იარაღი არა აქვს, ნულზეა. ფული არა აქვს და 9 ტრილიონი ამერიკელების ვალი აქვს. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ეს ამ საკითხზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ეხლა რომ სამშვიდობო ზავი დაიდება და ეს უზარმაზარი უკმაყოფილება, ეს მარცხის გემო, მილიონობით ომგამოვლილი, ფსიქიკურად ტრამვირებული ჯარისკაცი რო დაუბრუნდება თავის რაღაცა კერას, სადაც არც ფულია, არც ელემენტარული სტაბილური გარემოა, არც ეკონომიკური რაღაც განვითარების პერსპექტივა. უკრაინაში ისეთი შიდა არეულობა წავა, იმდენად დიდი ძლავრი შიდა პოლარიზაცია წავა, რომ მე არ ამგონია მაგან კიდევ არ დააჩქაროს ის საკითხი, რაზეც ვსაუბრობ.